მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და ტრადიციისამებრ მოდით ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 26 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. Ახლა დავარიგებ თქვენთვის პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში, რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევას, ვინც არა ვაპაუზებთ. ველოდებით თქვენს უკავშირს ენერგიების დაბალანსების მიზნით ლაიქებისა და კომენტარების სახით და ვიწყებთ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში? ხამლების რვიანი, გარკვეულ მენტალურ გალიაში ხართ, თითქოს თქვენ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე. ახლა მომივიდა მესიჯი, რომელსაც წამეკითხა. პენტაკლების ორიანი, პენტაკლების პაჟი. შემომჩნია, რომ ერთი კონკრეტული არკანი აქ არის ამოტრიალებული. კარგით. ნახეთ პენტაკლების ორიანი და პენტაკლების პაჟი. პირველ რიგში აქ თქვენ ნელ-ნელა გამოდიხართ რაღაც გარკვეული მენტალური გალიიდან, რატომ გითხარით, რომ ვხედავ, რომ რაღაც მენტალურ გალიაში ხართ მეთქი ახლა. იმიტომ რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში გარკვეული პერიოდი ამ მენტალურ გალიაში ყოფნა გაგრძელდება, მაგრამ ნელ-ნელა დაიწყებთ ამ მენტალური გალიიდან გამოსვლას. და ეს მენტალური გალია ეხება, იცით რას, უფრო რაღაც გარკვეულ ფინანსურ ან მატერიალურ ასპექტებს. მაგალითად, თქვენ შეიძლება თავს იზღუდავდეთ ძალიან ფინანსებთან დაკავშირებით გქონდეთ რაღაც გარკვეული შიშები ან რაღაც სხვა მატერიალური ასპექტებით, ხო? და აქ მოდის გარკვეული ფინანსური ენერგიის ზრდა. ვერ ვიტყოდი, რომ ეს ზრდა იქნება რაღაც ძალიან დიდი და ძალიან არაამქვეყნიური, მაგრამ ნელ-ნელა გამოდიხართ არასტაბილური მდგომარეობიდან, გაურკვეველი მდგომარეობიდან, ნელ-ნელა გექმნებათ საშუალება იმისა, რომ აიღოთ საკუთარ რეალობაზე მეტი და მეტი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ნახეთ აქ როგორი მენტალური გალია არის. მენტალური გალია, რომელშიც თქვენ გგონიათ, გეჩვენებათ, რომ თქვენთვის რაღაცეები არის შეუძლებელი, რომ თქვენთვის არის რაღაც მიუწვდომელი, რომ რაღაც არ გამოგივათ და ასე შემდეგ, რაღაც ასეთ აზროვნებას ვხედავ, ხვდებით? და ნელ-ნელა ამ აზროვნებიდან გამოდიხართ ამ ერთი კვირის განმავლობაში. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. არკანი კოშკი, არკანი პენტაკლების დედოფალი და არკანი იმპერატორი ქალი. მეგობრებო, ფინანსებთან დაკავშირებით რა სახის პრობლემები გაქვთ, ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ რაღაც შინაგანი ფინანსური ბლოკი გაქვთ, ბლოკი, რომელიც თქვენ თავად გააზრებულად თუ გაუაზრებლად დაიყენეთ, რომ აი მე არაფერი არ გამომდის, რომ რთულად გამომდის, რომ ფინანსები რაღაც რთული მისაწვდომია, ან რომ არ იმსახურებთ, რაღაც ასეთი აზრები მოდის რა ამ არკანებიდან გამომდინარე. და არკანი კოშკი, ეს გახლავთ უფროსი არკანი, რომელიც გვეუბნება იმას, რომ აქ ამ ერთი კვირის განმავლობაში მოხდება ფუნდამენტალური ჩამოშლა თქვენი ძველი პროგრამისა, რაც შეიძლება იყოს საკმაოდ არასასიამოვნო, საკმაოდ მტკივნეული, სადღაც იქნება ფინანსური დისბალანსი, ფინანსური გაურკვევლობები, არასტაბილურობა, მაგრამ ნელ-ნელა გავიმეორებ, შედიხართ ფინანსურ სტაბილურობაში. რა თქმა უნდა, ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, იმიტომ რომ ვიღაც უკვე კვირის ბოლოს იქნება სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ აქ პენტაკლების დედოფალიც ყავს და არკანი იმპერატორი ქალიც, ხოლო ვიღაცეებისთვის აქ ეს პროცესი იქნება ცოტათი შენელებული და შეიძლება, ხო, ამ ერთი კვირის განმავლობაშივე ვერ გამოხვიდეთ ამ მენტალური გალიიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ცოტა ვრცელი პროცესი არის ეს, მაგრამ უკვე შემდეგ კვირას თქვენ თავს აუცილებლად უფრო კარგად და უფრო თავისუფლად იგრძნობთ, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე მენტალური თვალსაზრისით გექნებათ უფრო მეტი იმედი, უფრო მეტი ნაყოფიერობაც ფინანსური. თანაც ნახეთ, პირველ თებერვალს ჰაერი სტიქია იღვიძებს და რა თქმა უნდა ამ დროს ჩვენი გვერდში მდგომი ენერგიებიც იღვიძებენ, ხო?
კარგი, სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა, წარმატებები და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება ახლა ვნახოთ. ხმლების 7-იანი. შეხედეთ მეგობრებო, უბრალოდ რა საინტერესოა, ხმლების 8-იანია პირველი ვარიანტი და ხმლების 7-იანი მეორე ვარიანტი. ძალიან მიყვარს ასეთი ბრწყალებში დამთხოვები, სასწაული გაშლა გვაქვს და ხმლების 7-იანი. აქ უკვე ვხედავ იმას, რომ თქვენს რეალობაში არის გარკვეული ენერგეტიკული ქურდობები, პატარ-პატარა პარაზიტები, რომლებსაც თქვენ თავად უყობთ, თქვენს ენერგიას გააზრებლად თუ გაუაზრებლად. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ. რა ელოდება მეორე ვარიანტს 26 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით. ვნახოთ. მეგობრებო, გავგიჟდები ისევ პენტაკლების პაჟი, პენტაკლების 3-იანი, ხმლების 3-იანი. რა არის მეგობრებო, პირველ ვარიანტსაც და მეორე ვარიანტსაც რაღაც ფინანსური პრობლემები გაქვთ თუ რა ხდება? პირველი ვარიანტის შემთხვევაში უფრო მეტად თუ იყო რაღაც შინაგანი მენტალური კრიზისი, აქ უკვე ვხედავ იმას, რომ თქვენს ენერგიას აძლევთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამას არ იმსახურებენ და ეს ენერგია შეიძლება იყოს ნებისმიერი. მაგალითად, ელემენტარული ზედმეტად ბევრ დროს უთმობდეთ უფრო სწორად იმ ადამიანს, რომელიც ამას თქვენგან საერთოდ არ იმსახურებს, მაგრამ ასევე შეიძლება ფინანსურადაც დებდეთ ზედმეტად ბევრ ფინანსურ ენერგიას ისეთ ადამიანში, რომელიც ამას თქვენი მხრიდან არ იმსახურებს, ხო? ელემენტარული აქ შეიძლება იყოს საუბარი სესხება-გასესხებებზე, რომლებიც ძალიან ცუდად მოქმედებს ხოლმე ჩვენს ფინანსურ არხებზე, ამიტომაც მე ვიქტორია ახლა თქვენ გავფრთხილებთ, რომ არ გაასესხოთ მეგობრებო, არ გაასესხოთ, თორემ გვხვდებათ ჩემგან. რა თქმა უნდა ხუმრობ, მაგრამ ხო, ყოველთვის უმჯობესია რომ არ გაასესხოთ არანაირი თანხები. და ნახეთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში რა გელოდებათ. პირველ რიგში აქ იქნება ხაზგასმა პარაზიტებზე, თითქოს პარაზიტები, რომლებიც იპარავენ თქვენს ენერგიებს გააზრებლად თუ გაუაზრებლად, გახდებიან უფრო თვალსაჩინონი, თქვენმა ძალიან კარგად და მკვეთრად დაინახავთ და გექნებათ იმის საშუალება, რომ ასე კარგად წაიჭიროთ, გემრიელად წაიჭიროთ და საკადრისი პასუხიც გასცეთ, მოუბაკუნოთ კიდევაც თუ ამის სურვილი გექნებათ. და ნახეთ, აქ მოდის რაღაც შეთანხმება, რაღაც მოლაპარაკება. შესაძლოა აქ თუ ადამიანს თქვენ აძლევდით ენერგიას და ადამიანი ამას არ აფასებდა ან ვერ აფასებდა სათანადოდ, შესაძლოა ამას მთლად გააზრებულად არ აკეთებდა, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ზოგი თქვენგანისთვის აქ ჩანს ადამიანის მოჭრა თქვენი რეალობიდან, ანუ გაუშვებთ ტაშფანდურით თქვენი რეალობიდან, მაგრამ ზოგისთვის აქ იქნება გარკვეული მოლაპარაკება და შეთანხმება. მაგალითად, მოლაპარაკება, რომ მოდი შენ მე სესხებას აღარასდროს აღარ მთხოვო და მე კიდე ასე და ასე ვიზამო, ხო? ანუ რაღაც მოლაპარაკების ენერგია წამოვიდა. ასევე თუ თქვენ გაქვთ რაღაც ისეთი სამუშაო, სადაც თქვენ ხართ დამოკიდებული კლიენტების რაოდენობაზე, აქ კლიენტების ცოტა მკვეთრი მოზღვავება შეიძლება იყოს ფინანსური ენერგიის, ვერ ვიტყოდი რომ ისე და ისე რაღაც სასწაულები, მაგრამ გაუმჯობესება იქნება. დავამატოთ არკანები, რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. არკანი სამყარო, არკანი ვერთხების 4-იანი, არკანი თასების 7-იანი, არკანი ქურუმი კაცი, არკანი თასების ტუზი და არკანი პენტაკლების 4-იანი. ძალიან ბევრი არკანი ამოვიდა, როგორც ხედავთ, შეხედეთ, აქ თქვენ გადადიხართ რაღაც უფრო სტაბილურ ენერგიებში, მეორე ვარიანტი, უფრო მეტი სტაბილურობა შემოდის თქვენს რეალობაში. უფრო მეტი სურვილები, უფრო მეტი ოცნებებიც. თითქოს რაღაც კონკრეტულს ჩაათავებთ, რაღაც ისეთი პატარა სურვილი ბოლომდე ასრულდება ან შესრულდება, ან რაღაც კონკრეტული თქვენი გეგმა ბოლომდე ასრულდება, ისე რომ თქვენ დაიწყებთ უკვე რაღაც ახალზე ფიქრს, რაღაც ახალი შინაგანი პროექტები მოდის, რაღაც ახალი მიზნების დასახვა, ხვდებით ხომ? და რა თქმა უნდა, არკანი სამყარო და თასების ტუზი არა მხოლოდ ახალი მიზნები, არამედ რაღაც საკმაოდ სასიხარულო მოვლენა. რაღაც ისეთი მოვლენა, რომელიც გაგახარებთ. დიახ, ეს შეიძლება არ იყოს რაღაც არამქვეყნიურად დიდი სასწაული, იმიტომ რომ არ მინდა
მეგობრებო, არ მინდა და არ მიყვარს რაღაც ზედმეტად ბევრი იმედების მოცემა, ხო? ამიტომაც ყოველთვის ვამბობ იმას, რაც არის. არ იფიქროთ, რომ აქ რაღაც მილიარდები და მილიონები დაგეცემათ თავში, უბრალოდ რაღაც პატარა სასიხარულო მოვლენა აქ აუცილებლად მოხდება თქვენს რეალობაში ამ ერთი კვირის განმავლობაში და ეს მოვლენა ეხება რაღაც თქვენს მიზნებს, თქვენს კარიერას და თქვენს სტაბილურობას. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.